ნახევარი საუკუნის წინანდელი ფირფიტა ისევ ტრიალებს, ისევ ქაოსია და ხალხით შეშფოთებულია. ისევ მშვიდობის სახელით მიდის შეიარაღება, რადგან მშვიდობის გასაღები ომია. Deep State-ის ეს სლოგანი ახლა უკვე ევროპის დღის წესრიგია. ომის პარტია და მისი სამხედრო კომპლექსი ტრამპის სამშვიდობო გეგმას ებრძვიან. Légitimement inquiet de მოქალაქეებო, თქვენი შეშფოთება მართებულია. რუსული საფრთხე ისევ აქ არის, ევროპის საზღვრებთან და ის უკრაინაში არ გაჩერდება. რუსეთი მთელი ევროპის საფრთხეა, ამიტომ უკრაინული ჯარი უნდა გავაძლიეროთ და ამას შესაძლოა დაჭირდეს ევროპული ძალების უკრაინაში განლაგება. ჩვენ მოგვიწევს ამ ომში ჩაბმა. se battre aujourd'hui. The UK is prepared to back დიდი ბრიტანეთი მზად არის მხარდასაჭერად, მიწაზე ჩექმით და ჰაერში თვითმფრინავებით. ეს მშვიდობას სჭირდება. to support peace in our continent. Europe faces a clear ევროპა აშკარა და ღია საფრთხის წინაშეა, ამიტომ ევროპის ლიდერებს მე შეიარაღების ახალი გეგმა წარუდგინე. ძლიერ მშვიდობას ძლიერად შეიარაღებული უკრაინა სჭირდება. The UK will give more military support. ჩვენ მივცემთ უკრაინას იმდენ იარაღს, რამდენიც აქამდე არასდროს მიგვიცია. 3 მილიარდი ფუნტის ღირებულების 150 ქვემეხს და საჰაერო სისტემებს უკვე რამდენიმე დღეში მივაწვდით უკრაინას. Support Ukraine. უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაგრძელება გადამწყვეტია. ამას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა მოითხოვს. მას შემდეგ, რაც ტრამპმა USAID, ასევე დაზვერვისა და გამოძიების სააგენტოები განაიარაღა, Deep State ახლა ევროპაზე გადაერთო და ბრიუსელს იყენებს, რომ ომზე ფული ისევ აკეთოს. მათ შორის უკრაინაში ომის შენარჩუნებით და ახალი სამხედრო შეკვეთებით. They'd become a deep state of ბრიუსელი ევროპის Deep State გახდა. მის ხელშია ევროკავშირის ყველა ინსტიტუცია, რომელთაც ლიბერალური დოქტრინით მართავს. წევრი ქვეყნების მიერ დელეგირებულ მართვის უფლებას ის ბოროტად იყენებს. ყველაზე ისეთი ღიად გამოხატული Deep State-ის მმართველობითი ორგანო დღესდღეობით გახლავთ ბრიუსელის ადმინისტრაცია, რომელიც ვხედავთ, რომ ცალკე მათ რიგი პერსონებს აქვთ სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა, სერიოზული ავტორიტეტის და სერიოზული რეპუტაციის პრობლემა, მაგრამ ისინი კვლავ არიან ბიუროკრატიულ, შეიძლება ითქვას, უმაღლეს საფეხურზე. ევროკავშირის როგორც პროექტი მათი ჩანაფიქრია ამ სუპერმდიდრების და იქიდან ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას. ეს მაკრონი, შოლცი, შოლცი უკვე აღარ არის შოვა, მაგრამ მოვალეობას ასრულებს შოლცი, სტრამერი, ეს ტრამპის მტრები არიან. ტრამპი ამათ აღიქონს როგორც პირად მტრებს. მსოფლიოში ყველაზე აღიარებული პოლიტოლოგი ჯონ მირსჰეიმერი მიიჩნევს, რომ Deep State ევროპის გარდა ამერიკაშიც ისევ ხლართავს ინტრიგას, რომ ტრამპი ომის მახეში გააბას. ბრიტანელები, ფრანგები, უკრაინელები ერთად ცდილობენ ტრამპი მახეში გააბან და უსაფრთხოების გარანტია დასტყუონ, რასაც ტრამპი არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება. მას კარგად ესმის, რომ უსაფრთხოების გარანტად დადგომა პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებას ჩაუშლის. მათ სურთ ამერიკის დატოვება ევროპაში, იმიტომ რომ უკრაინაში ომის გაგრძელებით ერთგვარად ამერიკა რჩება საქმეში, უნდა ეს მას თუ არა და შესაბამისად ევროპის აი ამ წამყვან ქვეყნებს სურთ რომ ამერიკა დარჩეს საქმეში, ანუ დარჩეს უკრაინის დამფინანსებლად, იარაღების მიმწოდებლად. სათამაშოდ კარგი ხელი რომ არ ჰქონდა, ზელენსკიმაც იცოდა. ამიტომ მედიის სათავისოდ გამოყენებას ეცადა. ეგონა ამით უსაფრთხოების გარანტიის იდეას გააძლიერებდა, მაგრამ შეცდა. ჩვენ არ შეგვიძლია საუბარი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე. საჭიროა უსაფრთხოების გარანტია. მისცემთ უსაფრთხოების გარანტიას, ბატონო პრეზიდენტო. მე არ მინდა უსაფრთხოების გარანტიაზე საუბარი. ჩემი მიზანია შეთანხმების მიღწევა და მახეში არ გავებმები ისე როგორც ჩემამდე სხვებს დაემართათ. მე მინდა სწრაფი შეთანხმება. უსაფრთხოება შემდეგი საკითხია. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით ცეცხლის შეწყვეტას უსაფრთხოების გარანტიის გარეშე. ეს დოკუმენტი საკმარისი არ არის. საკმარისი იქნება მხოლოდ ძლიერი არმია უკრაინაში. ევროპა თანახმაა, მაგრამ ევროპელებს ამერიკის ზურგი სჭირდებათ. ბატონო პრეზიდენტო, ფიქრობ უპატივცემულობაა თქვენი მხრიდან მოხვიდეთ ოვალურ ოფისში და ამერიკული მედიის სამსჯავროზე გამოიტანოთ ეს საკითხი. მედიის კარტი აშკარად ვერ გაათამაშა. ვერც ტრამპს დაახევინა უკან და sapasუხოდ პანღურიც მოხვდა. პრეზიდენტმა გააპანღურა ზელენსკი თეთრი სახლიდან. ამ წუთას მას და მის დელეგაციას ეუბნებიან წავიდნენ სახლში.
Let's watch. Well, Zelensky როგორც გვითხრეს, ზელენსკი ემუდარებოდა დარჩენილიყო და გაეგრძელებინათ საუბარი. უკრაინული დელეგაციაც ემუდარებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ზელენსკი არ იყო მზად მშვიდობისთვის. ეს არის ბოროტი მასხარა, რომელიც ხელისუფლებაში ზუსტად ამ მიზნით იყო მოყვანილი, როგორც თავის დროზე ქართული მასხარა სააკაშვილი. იმ დღეში ჩაეგდო ის ქვეყანა, რა დღეშიც არის დღეს უკრაინა. ზუსტად იგივე განახორციელა სააკაშვილმა 2008 წელს. ფიქრობ, ვიღაცას არ სურს მშვიდობა და ასეთი პიროვნება დიდხანს ვერ დარჩება საქმეში. მას აღარ მოусმენენ, იმიტომ რომ ვიცი, რუსეთს სურს შეთანხმება და ვიცი, რომ უკრაინელ ხალხსაც უნდა სამშვიდობო შეთანხმება. Zelensky has no real future. ზელენსკის არანაირი მომავალი არ აქვს. ის ბაიდენის ადმინისტრაციის და ევროპული ელიტების შექმნილია, რომელთა კარნახით საკუთარი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. არ მგონია სათავეში კიდევ დიდხანს დატოვა. President Zelensky, his country wouldn't exist without the generosity. პრეზიდენტ ზელენსკის ქვეყანა დღეს არც კი იარსებებდა, რომ არა ამერიკის დიდსულოვნება. თუ არ ეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, აიღე ტელეფონი და დაელაპარაკე დიპლომატებს. ნუ ლანძღავ მას ევროპულ მედიაში. ეს სულელური საქციელია, რადგან ყველამ იცის, რომ ლანძღვით ტრამპს პოზიციას ვერ შეაცვლევინებ. ფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი მრჩეველი სჭირდება. მხოლოდ ერთი მრჩეველი ჰყავს და ერთი პატრონი. Deep State და მისი ჩინოსნები და თეთრის სახლიდანაც სწორედ მათთან შესახვედრად გაეშურა. The mineral deal is not enough. წიაღისეულზე შეთანხმება მშვიდობისთვის არ კმარა. მინდა შევახსენო მას, რომ რუსეთი არის აგრესორი, ხოლო ზელენსკი მსოფლიო ლიდერია. ყველაზე აგრესიულად დიდი ბრიტანეთი იქცევა, მათ აქვთ ახლა საკმაოდ მწვავე კონფლიქტი შეერთებულ შტატებთან. და ეს არ იმალება. ელონ მასკი დაახლოებით 1 თვის წინ პირდაპირ აცხადებდა, რომ ამერიკა უნდა კითხვაც კი დასვა თავის X-ში. უნდა დაეხმაროს თუ არა შეერთებული შტატები ბრიტანეთს ტირანული რეჟიმისგან განთავისუფლებაში. და სხვათა შორის 74% ამერიკელების უპასუხაროდ უნდა დაეხმაროს. აგრესიაში სტრამერს სტოლს არც მაკრონი უდებს. ის წარმავალ რეჟიმშია, თუმცა ბოლომდე Deep State-ის სამსახურში რჩება. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღება. უნდა დავსხდეთ სამხედრო მრეწველობის მესვეურებთან და დავსახოთ სამოქმედო გეგმა. კარგია, რომ ამაში გვერდით გვიდგას გერმანია, პოლონეთი, დანია და ბალტიის ქვეყნები. საფრანგეთი მათ წინ გაუძღვება, რადგან ჩვენ უკეთესი შეიარაღება გვაქვს. არანაკლები შეიარაღება აქვს ბრიტანეთსაც და ჩანს იმპერიული ამბიციები ორივეს დამატებით მოხდს აძლევს. თუმცა ალტერნატიული სამშვიდობო გეგმა, რაც თეთრი სახლიდან გაგდებულ ზელენსკის ლონდონში შეაჩეჩეს, ექსპერტთა აზრით ფიქციაა. თეთრ სახლში ტრამპის შესვლამდე არც ერთ ამ ევროპელ ლიდერს სიტყვა მშვიდობა არც კი დასცდენია. ახლა კი რაც ტრამპმა სამშვიდობო ინიციატივა დაიწყო, ამათ თურმე მშვიდობის საკუთარი ვერსია ჰქონიათ. მოსურნეთა კოალიციას სათავეში ბრიტანეთი და საფრანგეთი უდგანა. თანადგომას კი ამ ეტაპზე მათ კანადა, დანია, ესპანეთი, შვედეთი, ჰოლანდია და ბალტიის ქვეყნები უცხადებენ. გერმანია და პოლონეთი კითხვის ნიშნის ქვეშ არიან. ხოლო პორტუგალია, უნგრეთი, სლოვაკეთი და იტალია უარზე არიან. რუსებმა ცალსახად განაცხადეს, რომ არანაირ ბრიტანულ თუ ფრანგულ ჯარებს უკრაინაში არ დაუშვებენ. არანაირი ერთიანი ევროპული დახმარება უკრაინისთვის, რომელიც ამერიკას ჩაანაცვლებს, არ არსებობს და ვერც იარსებებს. იგივე უთხრა ევროპარლამენტს ჯეფრი საქსმაც, კიდევ ერთმა მძიმეწონიანმა პოლიტოლოგმა. თუმცა იარაღის ჟღარუნში სხვა ხმა, როგორც ჩანს, იქ არ ესმით. Does not want the losing. ტრამპს არ უყვარს წამგებიანი ხელი. ამიტომ ის შეუთანხმდება პუტინს და ამ ომს დაასრულებს. ევროპას შეუძლია განაგრძოს ომის ყიჟინა, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ომი მაინც დასრულდება. ჩემი რჩევაა, გაერიდეთ ამ სიტუაციას. უთხარით თქვენს კოლეგებს, რომ ყველაფერი დასრულდა. წაგებულ ზელენსკის ტრამპის ზურგზე არ მოიკიდებს და არ გადაარჩენს. თუმცა ამ მოლაპარაკებით შეიძლება უკრაინა გადარჩეს. ისე ჩანს, რომ უკრაინის ბედი ტრამპის გარდა არც არავის აინტერესებს. ყველა ომს ებღაუჭება, ხოლო ზელენსკი მასთან ერთად სავარძელს. Associated Press დიდ პატივს არ ცემ. შესაძლოა არასწორად დაწერა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის უთქვამს, ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამაზე უარესს ნამდვილად ვერაფერს იტყოდა. მისთვის ეს ჯობს ეს სიმართლე არ იყოს.
არ ვიცი, როგორ შეიძლება მასთან კიდევ საუბარი. ზელენსკი უნდა გადადგეს და სხვა გამოგზავნოს სალაპარაკოდ. ან არ ვიცი, სხვა უნდა გარდაიქმნას. ჩემი ჩანაცვლება ადვილი არ იქნება, რადგან მხოლოდ არჩევნები ამას არ ეყოფა. საჭირო იქნება ჩემი იძულებაც, არ მევიღო მასში მონაწილეობა, რაც ცოტა რთული საქმეა. ასე რომ მოუწევთ ჩემთან მოლაპარაკება. I think our European friends, frankly, are being really. ევროპელი მეგობრები ზელენსკის დათურ სამსახურს უწევენ. ისინი ურეკავენ პრეზიდენტ ტრამპს და ეუბნებიან, ომი უნდა დავასრულოთ. შემდეგ კი საჯაროდ იჯგიმებიან და აცხადებენ, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვართ ამ ომშიო. უკრაინის უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ ამერიკის ეკონომიკური ინტერესები შეიძლება იყოს და არა რომელიმე ევროპული ქვეყნის 20,000 ჯარისკაცი, რომელთაც არასდროს უომიათ. Deep State-ისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამერიკა დასუსტდება, რუსეთი დასუსტდება, ევროკავშირი დასუსტდება, საქართველოს გაქრება, უკრაინა განადგურდება. თავარი არის Deep State-ისთვის, რომ თავისი აქტივები იყოს ძლიერი და გაიზარდოს. ზელენსკი წარმოადგენს სამწუხაროდ აი Deep States, რომელსაც უნდა ომი უკრაინაში და ასევე მეორე ფრონტი საქართველოში არის უკვე აი ეს მოცემულობა. რა მოუტანა ზელენსკის ევროპული მეგობრების დათურმა სამსახურმა? ამერიკისგან დახმარების შეჩერება და რუსეთისთვის ახალი პოზიციების დათმობა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას ყოველგვარი სამხედრო დახმარება შეუჩერა, რადგან მიიჩნევს, რომ ზელენსკის მშვიდობა არ აინტერესებს და ასევე უმადურია. ეს საჰაერო თავდაცვის ამერიკული სისტემა პატრიოტია უკრაინაში. თითოეული ეს ბატარეა მილიარდზე მეტი ღირს, ხოლო თითოეული ჭურვი, რომელსაც იყენებს, 4 მილიონი $. ოპერირებისთვის მას სატელიტური დაზვერვის ინფორმაცია სჭირდება, თუმცა ახლა რაკეტების მიწოდებაც შეწყდა და ინფორმაციაც. შექმნილ ვითარებაში რუსებმა სამიზნეში ცენტრალური უკრაინა მოიღეს. ხოლო ამ დღეებში 180-ზე მეტი დრონი გაგზავნეს და რუსეთის ინფორმაციით აეროდრომები, ასევე ნავთობის ბაზა დააზიანეს. მოსკოვი აშკარად ცდილობს ისარგებლოს სიტუაციით. და რას აკეთებს ამ დროს ევროპული Deep State? არაფერს ახალს. ცდილობს ამჯერად ევროპელი ხალხის ფული შეუკეთოს ომის ცეცხლს. ფული, რომელიც მის ჯიბეში ხვდება და ზელენსკისაც დასაქოქით ოჯინასავით ალაპარაკებს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპის ერთიანი არმია, რათა ევროპის მომავალს მხოლოდ ევროპელები წყვეტდნენ და ევროპასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც მიიღებოდეს მხოლოდ ევროპაში. დაავიწყდა ეხსენებინა Deep State, რომელიც სინამდვილეში ყველა გადაწყვეტილების მიღმა დგას. და ტრამპი, რომელიც რეალურად სთავაზობს ევროპას Deep State-ის დიქტატისგან გათავისუფლებას. ეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააჩეროს ეს გლობალისტების ეს პროექტი, რასაც ომი ქვია. გარდა ამისა, ტრამპი მორწმუნე ადამიანია, ის არის იყო ევანგელისტური ეკლესიის წევრი და ის მოქმედებს სახარებაში მოწოდებული დევიზით, მაგალითად ბიბლიაში წერია, რომ ნეტარ არიან მშვიდობის ყოფილი. მშვიდობის ყოფილი ნეტარ არიან, რამე თუ ისინი იწოდებიან ძეებად ღვთის. ქრისტიანული მორალის წინ წამოწევა ტრამპის კაბინეტის პოლიტიკაა. სახელმწიფო მდივანი სატელევიზიო ეთერში აღსარების შემდეგ შუბლზე ნაცხები ნახშირის ჯვრით ჩნდება. ზელენსკი ამ ომს გრძელვადიან კონფლიქტად განიხილავს, რაც რეალურად რუსეთსა და ამერიკას შორის ბირთვული პროქსი ომია, რომელიც უნდა დასრულდეს. ზელენსკისა და მისი მომხრეების გეგმა კი ომის გაგრძელებაა იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რასაც გეგმას ვერ დავარქმევთ. ზელენსკი და Deep State კი ტრამპს ეუბნებიან, ომი ჩვენია და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რამდენ ხანს გასტანსო. ეს არ არის რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ომი. ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
შესაბამისად, ამ ორ მხარეს შორის უნდა წარიმართოს მოლაპარაკება, სადაც ცხადია ამერიკა იჯდება მაგიდასთან, მაგრამ ასევე იჯდება ევროპაც, რადგან დღეს ჩვენ ევროპაზე ვართ დამოკიდებული და ასევე იჯდება ნატოც. It is only possible with the support of ძლიერი მშვიდობა მხოლოდ ევროკავშირის მონაწილეობით არის შესაძლებელი, რადგან უკრაინის ეკონომიკის სტაბილურობა ახლა ჩვენზეა, ისევე როგორც ენერგეტიკა და ახლა უკვე ჩვენ ვდებთ ფულს უკრაინის თავდაცვაშიც. ანუ ვინც ფულს იხდის, ომსაც ის უკეთავსო. ძლიერი მშვიდობა კი ბრიუსელის ენაზე უსასრულო ომია, რაც ზელენსკისაც აწყობს. ომის მიზეზით არჩევნები გააუქმა და 4%-იანი რეიტინგით მუდმივი პრეზიდენტია. სვისის სახელმწიფოს პრეზიდენტი გეუბნება, რომ შენ ქვეყანაში დავამყაროთ მშვიდობა და შენ ებრძვი სხვა ქვეყნის პრეზიდენტს, იმიტომ რომ საკუთარ ქვეყანაში არ დაამყარო მშვიდობა და ომი გაგრძელდეს. მიზანი არის ერთი, რომ deep state-მა წაიღოს ის მოგება, რომელი მოგებაც ტრამპმაც აღიარა და ზელენსკიმაც აღიარა, რომ დაიკარგა ასეულობით მილიარდი. უკრაინაში გადარიცხული ასეულობით მილიარდი, ზელენსკიმ თქვა, რომ მე არ მიმიღია, ტრამპმა თქვა, რომ მე გადავრიცხე. შესაბამისად წაიღო deep state-მა. სწორედ ამ ობსტრუქციის პასუხად აამოქმედა ტრამპმა ევროპაზე ზეწოლის ეკონომიკური ბერკეტი, 25%-იანი საბაჟო გადასახადი. ბრიუსელი პასუხობს საბაჟო ტარიფებს ჩვენს გაგიზრდითო. თუმცა ევროპული ექსპორტი 1.5-ჯერ მეტია ამერიკულზე და სატარიფო ომით, რომელი დაზარალდება, აშკარაა. ევროკავშირი შეიქმნა იმისთვის, რომ ეხმარა შეერთებული შტატები. ეს არის მისი მიზანი, რომელიც კარგადაც შეასრულა. მაგრამ ახლა მე ვარ ამერიკის პრეზიდენტი. რა მოხდება თუ კი ევროკავშირი დაგიპირისპირდათ? შესაძლოა მოსინჯონ კიდეც, მაგრამ არაფერი გამოვუვათ, რადგან ჩვენ შორის დიდი ციფრობრივი სხვაობაა. შეგვიძლია უბრალოდ შევწყვიტოთ შესყიდვები და თუ ეს მოხდა, ჩვენ გავიმარჯვებთ. ტრამპი კი მათ სთავაზობს ორ გამოსავალს. ერთი არის კაცრი გამოსავალი, როდესაც შეერთებული შტატები შემოიღებს 25%-იან ტარიფებს ევროპის ნაწარმზე, მაგალითად ავტომობილებზე, ეს მოკლავს საერთოდ ევროპის ეკონომიკას. და მეორე სთავაზობს, რომ გახსნან სიტყვის თავისუფლება დააბრუნონ, დემოკრატია დააბრუნონ, ადამიანებს მისცენ არჩევნის საშუალება. არ იქნება თავისუფლება, არ გექნებათ არც დაფინანსება, ამბობს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი. Germany's entire defense. გერმანიის მთლიანი სამხედრო ხარჯები ამერიკელი ხალხის ფულით ფინანსდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელები დაუჭერენ ამას მხარს იმ პირობებში, როდესაც გერმანიაში ადამიანს ციხეში Twitter-ზე მესიჯის გამოსვამენ, რომელიც ვიღაცის შეფასებით ბოროტი იყო? რა თქმა უნდა, არა. Of course they're not. იგივე დაემართა დემოკრატიას ბრიტანეთშიც, რომელიც მართალია ევროკავშირის წევრი აღარ არის, მაგრამ მაინც Deep State-ის ფილიალია. We want to dismantle the British deep state. ჩვენ უნდა ჩამოვშალოთ ბრიტანული Deep State, რომელიც უფრო ძველი და მეტად ფესვგადგმულია ვიდრე ამერიკული. ვიცე-პრეზიდენტი ვანსი სრულიად მართალია. ჩვენ აღარ გვაქვს სიტყვის თავისუფლება, განსაკუთრებით ბრიტანეთში, სადაც მთავრობა ჯორჯ ორუელის რომანს 1984 სახელმძღვანელოდ იყენებს. ადამიანი იმის გამო ჩასვეს ციხეში, რომ სამშობიეროს გარეთ გულში ლოცულობდა, ხოლო გერმანული პროკურატურა ხალხს სოცქსელის მესიჯებისთვის აკავებს. ევროპაში აზრის პოლიცია გვყავს. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, რომელიც ამბობს, რომ Deep State-თან ბრძოლაში დამარცხდა, ევროპაში ტრამპის რევოლუციის საჭიროებაზე საუბრობს. We want a Trump ჩვენ revolution. გვჭირდება ტრამპის რევოლუცია. We want to flood the ჭირდება zone. ელონ მასკი, რომელიც ბრიტანულ Deep State-ს გამოიძიებს. მე ვერ შევძელი ტრამპის მსგავსად ბრძოლა Deep State-თან, რადგან საკუთარი პარტია გვერდში არ დამიდგა. It was actually a revolution against us. Deep State-მა ვერაფრით დაარღვია სახელისუფლებო ერთობა საქართველოში, ვერც ნაცმედიის სასტიკი ბულინგით და ვერც სანქციებით. საქართველოს აღმოჩნდა, რომ ამ Deep State-თან დაპირისპირებაში მოწინავე პოლიგონია, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით, ასე ვთქვათ, უკრაინა უკვე არის ამოქმედებული ნაღმი და ჩვენ ვიყავით ასამოქმედებელი ნაღმი, ხო? და
შესაბამისად ჩვენ მოგვიწია რომ აი ამ მართლაც ძალიან ორგანიზებულ ფინანსურად შემძლე ძალასთან დაპირისპირებაში შევსულიყავით. რა მიმუშავა პარტიულმა ერთობამ და ივანიშვილის სწორმა პოლიტიკამ, რომელიც რწმენას, ტრადიციებსა და ოჯახურ ღირებულებებს ეყრდნობა. ზუსტად იმას, რასაც ქართველი ხალხი ემხრობა და რასაც უკვე მესამედ მისცა ხმა არჩევნებზე. იმავე პოლიტიკის გამო აირჩია ამერიკამ დონალდ ტრამპიც. შესაბამისად, ექსპერტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას გარდაუვალად მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, არის თუ არა რაღაცა მემორანდუმი თანამშრომლობაზე შეთანხმებული ქართულ ხელისუფლებასა და ტრამპის ხელისუფლებას შორის, მიუხედავად ამისა, ეს ორი ქვეყანა დღეს მოკავშირეა, იმიტომ რომ მტერი არის საერთო, ეს არის ლიბერალ გლობალიზმი, რომელიც უნდა დავამარცხოთ. ქართულმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გააგებინოს რა პოლიტიკის მატარებელია ქართული საზოგადოება. სხვა შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთ-ერთი ჯდება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკასთან, მაინც საფრთხილოა, რომ სხვა ინფორმაცია არ მივიდეს ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტამდე საქართველოში არსებულ სიტუაციებთან დაკავშირებით. ბოლო ასეთი მცდელობა 9 იანვარს ჰადსონის ინსტიტუტში შედგა. ორი კვირით ადრე, ვიდრე ტრამპი თეთრ სახლში შევიდოდა და დეზინფორმაციის დამფინანსებელ USAID-ს დახურავდა. მას შემდეგ სრული სიჩუმეა, რაც ბევრის მთქმელია. მიხარია, რომ ხედავს საქართველოს ლეგიტიმურ მადამ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ამას მართალია კეზერაშვილი აფინანსებს, თუმცა ინსტიტუტში გამოსვლის საფასურს, როგორც სპიკერი, დამატებითაც აიღებდა. მადლობა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ არ აღიარებთ ქართული არჩევნების შედეგებს. ეს გადამწყვეტია. რა პრობლემაა, თუ გადამწყვეტია მაკ-კეინის ინსტიტუტი ზურაბიშვილის გასახარად საქართველოს მთავრობასაც არ აღიარებს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თავად მაკ-კეინის ინსტიტუტია დღეს უკვე არალეგიტიმური. ამერიკელი ხალხის ფულის მითვისებისა და მინიმუმ საქართველოში გადატრიალების მცდელობის გამო. ჩვენ ვაცხადებთ საქართველოს მთავრობას ისევე როგორც ქართულ ოცნებას არაკონსტიტუციურად. მე ვარ არჩევნების ექსპერტი და მე ვამბობ, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ხელით დაიწერა. ლორა ტორტონი რო შენი ხელმძღვანელი იქნება, ეს სამარცხვინო ქალია, ეს პარიზელი ქაჯუნა ესა რა. იმისი რა ქვია იმ მაკ-კეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი რო გახდა, ხო, ეს ამხელა გონორის პატრონი, ხო? ეს იგი თქვენც ხო, აი ეს თელი ეს შემადგენლობა, ხო, მაგათ ხო თავისი აზრი არა აქვთ. და ეს ხო გამოჩნდა, აღარ იციან რა ქნან, ხო? ეხლა რა უნდა გააკეთონ, არ იციან. ეს რეჟიმი მზად არის გაყიდოს ქვეყანა და ხალხის საკუთარი დიქტატურის შესანარჩუნებლად. არჩევნების ყველა სანდო დამკვირვებელი მივიდა დასკვნამდე, რომ მოხდა გაყალბება. ამას ამბობს როგორც NDI, ასევე NRI. ორივე ეს NGO USAID-თან ერთად ამჟამად გამოძიების ქვეშაა და სრულად გაშიფრული, რომ დადგმულ გადატრიალებებში მონაწილეობდნენ. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იძახენ, რომ ეს იყო სადაზვერვო სამსახურები, რომელიც ჭრდილოვანი მთავრობების შექმნას ემსახურებოდა და ჩვენ ამას ვხედავთ მთელ ევროპაში. აგერ სოროსის ფონდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და აგერ ნახე რა ხდება საერთოდ ხო ჩამოინგრა ეს ხუხულა ეს დემოკრატიის თითქოს იქ რაღაცა ადამიანის უფლებებზე არის ლაპარაკი ეს მთელი NDI-ები. უილსონისთვის კი USAID-ისა და სოროსის მიერ დაფინანსებული NDI-ის დასკვნა ქართული არჩევნების გაყალბების საბუთია. ლორა ტორნტონის თქმით, საახალწლოდ ყოფილა თბილისში და გაბრაზებულა. ვერ დავაჯერე ქართველები, რომ არჩევნები გაყალბდა. დეკემბერში ვიყავი საქართველოში და ვნახე, რომ იქ უჭირთ ამის ხმამაღლა თქმა, რომ არჩევნები გაყალბდა და ჯერაც ეძებენ ამის დასაბუთებას, რაც პრობლემაა. არანაირი დასაბუთება ამას არ სჭირდება. ისედაც ცხადია, რომ გაყალბდა. თავი უხერხულად ვიგრძენი, როდესაც ჩვენივე დიპლომატებმა საქართველოში წინააღმდეგობა გამიწიეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. საქართველოში მოიგო კონსერვატორულ პლატფორმაზე მდგომა ძალებმა, მათ არ აწყობთ, ამიტომ იძახიან ახალი არჩევნები. მაგალითად, რუმინეთში პირველ ადგილზე გავიდა კონსერვატორი ჯორჯესკუ, გაუქმეს არჩევნები. მეორე ტურის წინ კი საერთოდ დაკავებას უპირებდნენ სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს. ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერს ესროლეს, ვიქტორ ორბანს ავტოავარია მოუწყვეს. ავსტრიაში
მემარჯვენე FPO პარტიის ლიდერს არ აძლევენ საშუალებას კანცლერი გახდეს. ეს თავისით არ ხდება ამას ეს მართული პროცესი. აი ამას ებრძვის ტრამპის და თუ ამ ბრძოლაში ევროპა ტრამპს მხარს არ აუბამს და ისევ დააბოლინგებს ქვეყნებს, რომლებიც Deep State-ს თავს არ უხრიან, მაშინ ამერიკა უბრალოდ მიატოვებს ევროპას. ექსპერტები ასეთ სცენარსაც განიხილავენ. ფაქტია, რომ ტრამპი მზად არის მიატოვოს ევროპა და ნატოსგანაც გვერდზე გადგეს, რომელიც მის გარეშე ფუტლიარი გახდება. ეს საუბრები ევროპის ერთიან არმიაზე სრული ფუტურიზმია. ნატო შეგიძლიათ საერთოდ დაივიწყოთ. ალბათ ის იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ომი დაიწყო. შევხედოთ ციფრებს. ამერიკის გარეშე ძალთა ბალანსი ევროპაში ასე გამოიყურება. 2024-ში ევროპის ჯამური სამხედრო ხარჯი 457 მილიარდი დოლარი იყო. რუსეთისა კი 145 მილიარდი. მაგრამ თუ რუსეთის ხარჯს იარაღის რაოდენობაში გადავიყვანთ, რომლის წარმოება მას ევროპაზე იაფი უჯდება, აღმოჩნდება, რომ კრემლის სამხედრო ბიუჯეტი 461 მილიარდია. ანუ უსწრებს ევროპას. ამის გარდა, რუსეთის არმია ერთი შტაბიდან ერთ ენაზე იმართება. ევროპის სამხედრო ძალა კი დაგსაქსულია. ცალკე თემაა ორბანი, უნგრეთის პრემიერი, რომელიც Deep State-ს ყველა საკითხში წინ ღიად უდგება და არიან სხვებიც. ომი უკრაინას მხოლოდ იმდენად ეხება, რამდენადაც ის ნატოსა და რუსეთს შორის ბუფერული ზონაა, რომლის დაპატრონება ნატომ გადაწყვიტა. რატომ ეგონა დასავლეთს, რომ რუსეთი ამას შეეგუებოდა, გაუგებარია. ფაქტია, რომ ექსპერიმენტი ჩავარდა და უკრაინა ან რაც მისგან დარჩება, კვლავაც ბუფერული ზონა იქნება. ის ვერ შევა ნატოში. ხოლო გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი, ამას უნგრეთი გადაწყვეტს, რადგან ჩვენი თანხმობის გარეშე ეს ვერ მოხდება. I have serious objections to the conclusion. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ გადაწყვეტილებების, რომლებიც არ ეფუძნება სამხედრო რეალობას და სანაცვლოდ ეყრდნობა ევროპის სურვილს განაგრძოს ომი უკრაინაში. მშვიდობაზე საუბრობენ და ამ დროს ზრდიან უკრაინის შეიარაღების დაფინანსებას. ომის შემდგომი დაფინანსება თანდათან კარგავს მხარდაჭერას. ამიტომ Deep State-ი რუსული საფრთხის აქცენტირებაზეა გადართული. ცდილობს შიშით გააქარწყლოს ეჭვები და ზელენსკიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად არის. იმის რისკი, რომ რუსეთი დაიპყრობს ევროპას 100%-ია. ანუ როგორც კი ამერიკა გავა ევროპიდან რუსეთი დაიკავებს ევროპას? დიახ, და ეს იმ ქვეყნებით დაიწყება, რომლებიც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ. ხოლო თუ კი ამ საფრთხის პასუხად ევროპა არაფერს აკეთებს, ჩათვალეთ, რომ რუსეთი გაიმარჯვებს. ევროპის ნაწილს სურს, ასე ვთქვათ, რუსეთის როგორც მტრის ხატსახის შენარჩუნება, რაც ერთის მხრივ შიდა საზოგადოების კონსოლიდაციას ახდენს, რადგან როდესაც გარემტერი არის შიდა საზოგადოება ამ კონკრეტული ელიტების გარშემო იქნება კონსოლიდირებული და მეორე მხრივ ევროპას სურს, რომ ამერიკა დარჩეს საქმეში. თემას ცალკე Deep State-ი ახურებს. ერთ კვირაში 3 სამიტზე შეკრიბა ევროპელი ლიდერები და იარაღზე ხალხის ფულის ხარჯვის საჭიროებაზე უკითხა ლექციები. ყველაზე დამჯერები უკვე გადადიან ქმედებაზეც. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას ამერიკულ-ბრიტანულ სამხედრო კომპანიასთან, რომელიც უკრაინის ჯარებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი თაობის დრონებით მოამარაგებს. ფულის საჭრელი მანქანა ჩართულია. დრონები კი აისბერგის მხოლოდ თავია. Deep State-ი ევროპისგან გაცილებით მეტს ითხოვს და იღებს კიდეც. We also need modern capabilities that use the most advanced technologies, and we need them now. The first part of მე დავწერე ევროპის ახალი შეიარაღების გეგმა, რაც პირველ რიგში წევრი ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდას გულისხმობს. ეს წელიწადში 150 მილიარდ ევროს მოუყრის თავს. ვყიდულობთ ყველაფერს: ბალისტიკურ რაკეტებს, ამუნიციას, დრონებს, ანტიდრონებს, ჯავშად ტექნიკას და გადავცემთ უკრაინას. ამის გარდა მოვიზიდავთ კერძო კაპიტალს, კრედიტებს მოგცემთ ევროპის საინვესტიციო ბანკიც, რასაც საკუთარ შეიარაღებას მოახმართ. ჩემი გეგმით ჯამში 800 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოხდება უსაფრთხო ევროპისთვის. ანუ უკრაინაში ომის შესანარჩუნებლად ევროპამ იარაღზე ხარჯი ცალკე ბიუჯეტიდან უნდა გააორმაგოს და ცალკე ვალები აიღოს. უნგრეთმა ვეტო გამოიყენა, თუმცა ურსულამ დაბლოკა. ეს გადაუდებელი საკითხიაო. 122 მუხლი გამოძებნეთ, რომ უნგრეთის ვეტო დაგებლოკათ. ბედნიერი ხართ?
I'm curious to know how happy are you? Shows the article 122 because of 122 მუხლი გადაუდებელი სიტუაციის გამო ავირჩიეთ და უნგრეთის ვეტოც დავძლიეთ. დიახ, ბედნიერი ვარ, რომ ეს გზა გამოინახა. We have already reviewed the situation. მსჯელობა წარიმართა იმაზე, გაგრძელდეს ომი უკრაინაში თუ დაიწყოს მოლაპარაკება. გადაწყვიტეს, რომ ომი უნდა გაგრძელდეს. უნგრეთმა კი მშვიდობა აირჩია. ფიქრობ, ამერიკის მხარეს უნდა ვიყოთ და მხარს ვუჭერდეთ მშვიდობას და არა ომის გაგრძელებას. მაგრამ მათ ომი უნდათ. უნდათ, მაგრამ საკითხავია, რამდენად შეუძლიათ. ევროპა წლებია რეცესიაშია. თუ კი 10 წლის წინათ ევროკავშირს მსოფლიო ეკონომიკის 22% ეკავა, დღეს მხოლოდ 17%-ია. ანუ მოცულობის 1/3 დაკარგა. ევროპა არა თუ 800 მილიარდს საერთოდ ეკონომიკაში რასაც დებს და სოციალურ ვალდებულებებში რასაც ხარჯავს, იმის გადასროლა მოუხდება სამხედრო ხარჯებს. ამიტომ ეს კიდე ჩამოშლის ევროპის ეკონომიკას, მას შეუჩერებს განვითარებას. Earlier today I received an important letter from მივიღე პრეზიდენტ ზელენსკის წერილი, რომ მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება პრეზიდენტ ტრამპის მძლავრი ლიდერობის ქვეშ და ასევე ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი წიაღისეულზე შეთანხმებას. Deep State ჩანს მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპს მიმართავს. აქეთ ზელენსკის აბრუნებს სამშვიდობო მოლაპარაკებაში. იქით კი მაკრონი ბირთვული იარაღით ემუქრება რუსეთს და უკრაინაში გასაგზავნად ამზადებს ჯარებს. რუსეთის საფრთხედ იქცა როგორც საფრანგეთისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ამერიკა გვერდში დაგვიდგება, მაგრამ მზად ვართ იმისთვისაც, რომ ასე არ მოიქცევა. მე ვთავაზობ ევროპას ფრანგულ ბირთვულ ქოლგას რუსეთის შესაკავებლად. პირდაპირ გააჟღერა, რომ ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ევროკავშირში, რომელსაც აქვს ბირთვული პოტენციალი, ეს არის საფრანგეთი და საფრანგეთმა უნდა დაიწყოს ეგრეთ წოდებული ქოლგის ფორმირება, რომ რაღაცნაირად საპირწონედ რაღაცა ძალა გამოაჩინოს რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ამით პირდაპირ დაუპირისპირდა ტრამპის სამშვიდობო გეგმას და აშკარა გახადა, რომ ევროპაში გადაბარგებული Deep State პოზიციების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა. ასევე აღიქვა ეს გამოსვლა რუსეთმაც. ეს რა თქმა უნდა რუსეთისადმი მუქარაა. თუ კი მაკრონი რუსეთს საფრთხეს უწოდებს, თავს უყრის ევროპული ქვეყნების გენერლებს და ეუბნება, რომ ბირთვული იარაღი უნდა იქნას ამოქმედებული და ემზადება ბირთვული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, ცხადია ჩვენ ამას ომის მუქარად აღვიქვთ. სწორედ ამაზე ეუბნებოდა ტრამპი ზელენსკის პოლიტიკურ ბანკოს თამაშობ და ფსონს მესამე მსოფლიო ომზე ჩადიხარო. ცხადია, ზელენსკის უკან მდგარ Deep State-საც გულისხმობდა. არც თუ გასაკვირად, ნაცინტელიგენცია მესამე მსოფლიო ომსაც მიესალმება. ოღონდ კი Deep State-ის მიერ იყოს ნაკარნახევი. თუ სასჯელო იქნება მესამე მსოფლიო ომი ამ დედა რუსეთის გასაჩერებლად, მაშინ უნდა დაიწყოს რა. არა უშავს, დრო ყველას თავის ადგილს მიუჩენს და თავის დანიშნულების ადგილზე მიიყვანს. მთავარი სწორი კურსის შენარჩუნება, როგორც ამას უკვე 10 წელია დონალდ ტრამპი ახერხებს და ხმალჩაუგებლად ებრძვის უმთავრეს ბოროტებას, Deep States. ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება რჩებიან ამავე უთანასწორო ბრძოლაში ქართველი ხალხისა და საქართველოს მხარეს.